როდესაც რაღაცის კეთება გვინდა და 1000 მიზეზს ვიდებით იმისთვის, რომ აი მოდი ხვალ გავაკეთებ, ასეთ გავაკეთებ, ერთი კვირის შემდეგ გავაკეთებ, ან ვინმე მჭირდება აუცილებლად იმისთვის, რომ ამ საქმეს მარტო ვერ დავიწყებ და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, სრულწმუნებულებები ადამიანის და სიზარმაცე, შიშები, რის ანუ სიახლესთან გამკლავების შიში. გადადება არის დროის მართვა, ეს არის შიშის შენს მიერ აღქმული შიში. ზოგადად იდეალურ მომენტს, როდესაც ველოდებით ადამიანები, იდეალური მომენტი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გადაწყვეტილება. თუ დღეს არ დაიწყებ, ხოლაც იგივე მიზეზი გექნება, ზეგაც იგივე მიზეზი გექნება და იგივე პრობლემები გექნება. როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ, გზა თვითონ ჩნდება. ამ გზაზე ჩნდება იმედები, ძალები და ურთიერთობები, რომელსაც წინ მიყავხარ. მარცხის განცდის შიში, რაც აფერხებს ზოგადად ადამიანებს, ეს არ არის სიმართლე, ეს არის ჩვენი სისუსტეების გამოვლინება, რადგან მარცხი ყოველთვის ახლავს ნებისმიერ საქმეს, მაგრამ უფრო მეტად დგები მყარად ფეხზე იმისთვის, რომ გაძლიერდე. მარცხი ზოგადად აძლიერებს ადამიანს. შიში კი კლავს მასში არსებულ იმედებს და იწვევს იმედგაცრუებას, დეპრესიას, სტრესს და ასე შემდეგ 1000 ფსიქოლოგიურ დისბალანსს ქმნის ადამიანის ორგანიზმში და სტრესული გამოხატულებები აქვს სხვადასხვა ფორმებით. ისე რომ დაიწყეთ ნებისმიერი საქმე დღეს, იმიტომ რომ შენს გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებს, შენ ცხოვრებას არავინ ვერ გაივლის და შენ ცხოვრებას არავინ არ დაიწყებს. ამისთვის თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ისტორიის დამწერი. ისე რომ არასდროს არ გადადოთ თქვენი საქმე, ხვალ, ზეგ და მასზე არ შეგეშინდეთ არაფრის, ყველაფერი გამოვა. თავარია სურვილი, მონდომება, იდეები, გზის დაწყების პროცესში ჩნდება ჩვეულებრივ მიმდინარეობა ეს, რა თქმა უნდა, შიშიც ახლავს თან, რაღაც მარცხიც ახლავს, მაგრამ თავარი არის, რომ ამ არ დაეცე და ფეხზე მყარად დადგე, გაუმკლავდე ყველა იმ პრობლემას, რაც შეგხვდება, იმიტომ რომ იდეალური არ ცხოვრება არსებობს, არც დრო არსებობს და არაფერი. წარმატებულმა ადამიანებმა ზუსტად ესე შეძლეს ამ ყველაფრის მიღწევა და ესე შექმნეს საკუთარი ისტორია.